მოგესალმებით ჩემი ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რა გეგმები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით. აიღეთ უახლოესი პერიოდი 2-3 თვის ტენდენცია და მოდი ვნახოთ რა გეგმები აქვს. რას ფიქრობ საერთოდ და იქნება თუ არა მოქმედება, გეგმა ერთია, რასაკვირველია ამ გეგმების განხორციელება კი მეორე. მოდი გადავხედოთ ზოგად ენერგიებს, რა ხდება მის თავს, მის ცხოვრებაში და რა გეგმობს თქვენთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ ეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მოშ დავიწყოთ, ვინ არის, რა ენერგიებშია და რას გეგმავს გაცოცხლდა. მაშ ასე დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? სადღაცას გამგზავრებას აპირებს მეგობრებო, აქ არის დაგეგმილი გზა, რომელიც ფიქრობს, რომ წარმატებას მოუტანს სხვათა შორის, აქ სურვილის ასრულების ტენდენციებია, ოცნებების ასრულების ტენდენციებია, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვა. აქ არის ხელშემშლელი ფაქტორები სამწუხაროდ, ეს დაგეგმილი ტრანსფორმაცია თუ ეს დაგეგმილი გზა, რომელიც უნდა განახორციელოს, ნახეთ როგორ არის, არ გამოსდის, აქ ხელს უშლიან. აქ ხელს უშლის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია ასაღებდეს მისი ოჯახის წევრად თავს, ან მის მეგობრად, ან ძალიან ახლო ადამიანად, მაგრამ ამოდის კობრის არკანში, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ცბიერი ადამიანია, კი ჭკვიანი ცბიერი, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორები მოდის ამ ადამიანისგან მის ცხოვრებაში. სამწუხაროდ ის გეგმები, რომელიც უახლოეს პერიოდში აქვს დაგეგმილი, მათ შორის გამგზავრება სადღაცას, ფრენა, ეს არის საზღვრებს გარეთ და ასე შემდეგ, ან რაღაცა გრძელი გზა, რომელიც არის დაგეგმილი, სამწუხაროდ არ გამოუვა იმ დადგმულ დროში, რომელსაც განიხილავს. რაც შეეხება მის ოჯახში შიგნით სივრცეს, ჭერში, სადაც ის ცხოვრობს, იქაც არის რაღაცა ტენდენციები, საკმაოდ არასახარბიელო ცვლილებები, შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით ვინმეს დაკარგვაც იყოს, აქ გაფრენა, ანუ წასვლა, გარდაცვალება და ასე შემდეგ. არის ეს ტენდენციები სამწუხაროდ უახლოეს პერიოდში მის ცხოვრებაში, კი ბატონო, ეს თითქოს მოუტანს ძალიან დიდ ტკივილის ენერგიას, ძალიან დიდ ნგრევებს, როგორც მისი ქვეცნობი არის, მისი წარმოდგენების, აი საშინელი პერიოდი უნდა გაიაროს უახლოეს პერიოდში, ჩემო ძვირფესებო, თავზე ჩამომხობილი მთელი სამყარო და აღმოჩნდება რაღაც ისეთ გაუგებრობაში და ისეთ გაურკვევლობებში, რომ ძალიან გაუჭირდება მე აქედან დაღწევა თავის როგორც ქვეცნობი არის, ასევე ფიქრებით, ემოციებით და რაღაცა აი ეს ცხოვრებისეული ტენდენციებით. იქ სადაც მოლოდინი აქვს ამ ადამიანს, სასიკეთო ცვლილებები სამწუხაროდ ძალიან ცუდად მოუბრუნდება. რატომ უბრუნდება ესე? ესე რატომ უბრუნდება? რატომ უბრუნდება ესე? რეალური მისი ცხოვრება მოიპარეს, ნახეთ, მისი რეალური რესურსები მოიპარეს. აქ არის პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ მოპარვა რას ნიშნავს? შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით არის ისეთი დამოკიდებულებები სხვა ადამიანებისგან მისკენ მიმართული, რომ სპეციალურად არის შექმნილი აი ეს რაღაცა ტენდენციები, ნგრევის ტენდენციები მის ცხოვრებაში. აქ შემიძლია ვისაუბრო ზეგავლენებზე, მაგიურ ზეგავლენებზე, რომელმაც მოიტანა ამ ადამიანის რეალური ცხოვრების ნგრევა, ნახეთ, როდესაც ხდება მაგიური ზეგავლენები ადამიანზე, ის აბსოლუტურად კარგავს კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე, ემოციებზე, თავზე და ასე შემდეგ და რეალურად ამას მოაქვს ძალიან დიდი ნგრევები და ის ყველაზე მთავარი ფაქტორი არის, რომ ადამიანები, რომლებიც მასზე აი ამ ზეგავლენას ახდენენ, ჩემო ძვირფესებო, არ არის უცხო, ეს არის მისი ოჯახის წევრები, ეს არის შესაძლებელი სისხლით ნათესავები, ეს შესაძლებელია მისი ძალიან საუკეთესო ადამიანები, რომელსაც განიხილავენ. აი ესეთი ადამიანების განმოდის, ამიტომ არც თუ ისე სახარბიელო ზეგავლენების ქვეშ არის ეს ბიჭი. ტენდენციები უნდა ყოფილიყო სასიკეთო, მაგრამ უახლოეს პერიოდში დამერწმუნეთ, რომ აი ეს რაღაცა გახარებული ენერგიების რომის წარმატება უნდა მოვიდეს და უნდა გაბრწყინდეს და შესაძლებელია აქ ნახე საზოგადოებაში გამოჩენის ტენდენციებიც იყოს, საკმაოდ დიდი ნგრევებია. ან პირდაპირ მნიშვნელობით, ან პირდაპირ ვიღაცის სიკვდილის საკითხი უნდა დადგეს მის ჭერქვეშ, მის უახლოეს წრეში, სამწუხაროდ. აი რა დავიწყე და რას მაჩვენებს. კარგი, თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ უკვე სხვა ადამიანია თქვენს ცხოვრებაში, რომ სიყვარულის მორევში ხართ გადაცვენილი, ამიტომაც არ გინდათ ამ ადამიანთან, გაცოფებულია და გამწარებულია ხელში, რომ ჩაგდებინა თქვენ და გაგლიჯავდა ჯურში. ფიქრობს, რომ მელა ხართ, ფიქრობს, რომ ატყუებს, ძალიან ცბიერი ხართ, ფიქრობს, რომ შეგნებულად იქცევით ესე, ამაღლებული ეგო გაქვთ, საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ, ამით ამას უყურე. კარგი, გრძნობა რა გაქვს? ძალიან გაბრაზებულია თქვენზე, გრძნობა რა გაქვს, სტაბილურობა იყავით თქვენ მისი ძალიან მყარი სტაბილურობა და ფიქრობდა, რომ ამ ურთიერთობაში უნდა ყოფილიყო სასიკეთო ცვლილებები, 7 ეტაპისკენ უნდა გადაგენაცვლოთ, რაღაცა ძალიან ისე მიდიოდით, საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ
სტაბილურად, მაგრამ მოხდა ძალიან დიდი წინააღმდეგობები ურთიერთობაში, თუმცა ნუ აი ეს ურთიერთობის წინააღმდეგობები ფიქრობ, რომ თქვენგან უფრო მოდის, ვიდრე მისგან კი ბატონო თქვენ შექმენით, აი ეს ქაოსი, სადაც მიდიოდით 7 ნაპირისკენ, ნახეთ როგორი ქაოსი შექმენით, ტალღები, შტორმი და ასე შემდეგ და ეს მოდის თქვენგან, ანუ ამას ფიქრობს. გრძნობები, თქვენ ძალიან სექსუალური ქალი ხართ, მაგრამ ძალიან ცბიერი ქალის ამპულაში ამოდიხართ მისი დანახული თვალით. კარგი, რას აპირებს? გეგმა რა აქვს? თუ ნახეთ თუ მანძილია თქვენ შორის აუცილებლად აპირებს ამ მანძილის გამოვლას, მაგრამ ფიქრობს ეს როგორ უნდა გამოიაროს, გეგმა ის აქვს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი შერიგება, იმიტომ რომ თქვენს გარეშე ეს აბსოლუტურ სიბნელეშია გამომწყდეული ეს ადამიანი, მაგრამ შესაძლებელია განვიხილოთ ფარული ურთიერთობები, შესაძლებელია განვიხილოთ ნახეთ გაურკვეველი სიტუაცია არ იცის როგორ მოიქცეს ამ ეტაპზე და რა ნაბიჯები გამოდგას, თუმცა გეგმა ნახეთ როგორ ზის და ფიქრობს რა გააკეთოს. ესე დამჭდარი. ფიქრობს რომ რაღაცა გეგმა უნდა შეიმუშაოს, სხვა შემთხვევაში ეს ურთიერთობა მიდის უკვე ისეთი ღრმა დასასრულისკენ და ღრმა პაუზისკენ, რომ აქ უკვე აწყობა, რაიმეს ხილახლა დაწყება, რაიმეს გამოსწორება ფაქტიურად უკვე შეუძლებელი იქნება. კი ბატონო, დასრულდება ეს ურთიერთობა, თუ მან არ იმოქმედა. ამიტომ გეგმავს მოქმედებას, თქვენთან შეხვედრას, ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაცია, რომელსაც გადიხართ ახლა ურთიერთობებში, გაურკვევლობები, უღრანი დღე, საიდანაც თავის დაღწევა გიჭირთ, ორივე მათგანს. ხო, აუცილებლად უნდა მოხდეს ხელახლა დაბადება, პატარა ბავშვის ენერგია ამოდის. აუცილებლად უნდა მოხდეს. ნუ ყოველ შემთხვევაში მას იმედი აქვს, რომ ამაში თქვენიც დაეხმარებით, აუცილებლად, იმიტომ რომ ერთობლივად, ანუ მისი ძალისხმევით რასაკვირველია, ერთობლივად მოხდება ამ ურთიერთობის ხელახლა დაბადება. უდაოდ ჩემო ძვირფასებო, აქ არის უზარმაზარი ბუკეტი ლილე არის სიყვარული, აქ არის ემოცია, აქ არის სიმშვიდე, ამიტომ აი მისი ძალიან დიდი ძალისხმევის საფუძველზე რასაკვირველია და თუ თქვენც მისცემთ ამის საშუალებას და წაეხმარებით, ესე ვიტყოდი, აი ეს მძიმე ტვირთი, რომელიც ადევს ამ ურთიერთობას, უნდა მოშორდეს, მოიხსნას, მოიცელოს, ნახეთ აი თქვი კიდეც და უნდა მოიცელოს აუცილებლად. შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით აქ მაგიაზეც იყოს საუბარი ჩემო ძვირფასებო, უნდა მოიხსნას ეს მაგიური ენერგია იმისთვის, რომ მოხდეს ამ ურთიერთობის ხელახლა დაბადება აუცილებლად. ეხლა გზა გასაყარზე ხართ, იმედია დადგებით სწორი მიმართულებით, აუცილებლად უნდა მოხდეს არჩევანის სწორად გაკეთება, იმიტომ რომ აქ უნდა მოხდეს თქვენი შეხვედრაც, შერიგებაც, მოლაპარაკებაც და ბევრად უფრო სიმშვიდისკენ წავა ეს ურთიერთობა, ვიდრე ეხლა არის ძალიან დიდი შტორმი და ქაოსი ამ ურთიერთობაში. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე.